მოგესალმებით. დღეს ჩვენ შევკრიბეთ ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით კანონებთან, მიღებულ კანონებთან დაკავშირებით. პირველ ყოვლისა მე მინდა გამოვთქვა კმაყოფილება იმ პროცესით, რომელიც ამ კანონების მიღების ირგვლივ წარიმართა. აქ იყო აქტიური ჩართულობა პოლიტიკური ძალების, დებატები, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა. აქ იყო ის, რასაც ქვია ქართული დემოკრატია. ყველა მხარე ცდილობდა, რომ თავისი წვლილი შეეტანა უკეთესი ქვეყნის ჩამოყალიბებაში. თუმცა სამწუხაროდ ჩვენ ვერ მივიღეთ სწორი ბალანსი დაცულობასა და ადამიანის უფლებებს შორის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ კანონებს ვადებთ ვეტოს და პარლამენტს ვთავაზობთ ახალ ვარიანტს, რომელშიც ფუნქციური გადანაწილება იქნება დაცული. ეს ნიშნავს იმას, რომ მიყურადებას განახორციელებენ უფლებამოსილი ორგანოები, ნებართვას და ფაქტიურად იმასაც ქვია გახსნა მიყურადების გასაღების გადატრიალებას, რომ კონკრეტული მიყურადება განახორციელებს შესაბამისად სასამართლო, ხოლო ზედამხედველობას ამ პროცესზე განახორციელებს პერსონალურ დაცვათა ინსპექტორი. ეს არის მოდელი, რომელშიც ფუნქციები არის სწორედ გადანაწილებული და რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ბალანსი ადამიანის უფლებათა შორის და სახელმწიფო ინტერესებს შორის იყოს ადეკვატურად დაცული. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი გაიზიარებს ჩემ პოზიციას. მადლობა.